ინგლისის ზოოპარკი Chester Zoo. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი 111 აკრის ფართობზე გადაჭიმული ნაკრძალია, რომელსაც ყოველ წელს 1,400,000 ადამიანი სტუმრობს და სახლი ცხოველების 422 სახეობისთვისაა. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ავსტრალიის ზოოპარკი. 100 აკრი მიწის ფართობზე გადაჭიმული ულამაზესი ჯუნგლები, რომელსაც წელიწადში 700,000 დამთვალიერებელი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან სტუმრობს. სინგაპურის ზოოპარკი 69 აკრი მიწის ფართობზე გადაჭიმული ნაკრძალი, რომელშიც 315 სახეობის ცხოველი ბინადრობს და მას ყოველწლიურად 1,600,000 დამთვალიერებელი სტუმრობს. კარგად დაიმახსოვრეთ ეს ადგილები, იმიტომ რომ მსგავსი სამოთხის მოწყობა თბილისშიც თამამად შეიძლება. უბრალოდ ჩვენს პატარა მეგობრულ ზოოპარკს ცოტა ხელის შეწყობა სჭირდება. თბილისის ზოოპარკი 1927 წელს საქართველოში მცხოვრები გერმანელის მიერ დაარსდა, რომელსაც 70 ჰექტარი მიწა გამოიყო. მას მერე ბევრი შეიცვალა. დღეს კი ეს უკანასკნელი 300 სახეობის ცხოველს, ფრინველს და ქვეწარმავალს აერთიანებს. ადამიანს, რომელსაც ცხოველებთან ურთიერთობა აქვს, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის ადამიანი, რომელსაც ეს არ აქვს. ეს თქვათ ერთი პირველი თვისება, მეორეც ძალიან დიდ, ასე თქვათ, როგორ გითხრათ, ცხოველებთან ურთიერთობა იწვევს განწყობის შეცვლას, დადებითი საგან ყოველთვის. ეს საკუთარი გამოსილებიდან ვიცი და არა მარტო საკუთარი გამოსილება. თბილისის ზოოპარკი დიდი რეორგანიზაციისთვის ემზადება. როგორც იცით, ამ უკანასკნელის გარკვეული ნაწილი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდა, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს შენობა, სადაც ცხოველების ნაწილი გადავა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ცხოველთა სამყარო ისევ ჩვეულ ადგილას ბინადრობს და კუთვნილი სახლის განახლებას ელის. მიზეზი მედია ტურის ჩატარების არის ის, რომ ძალიან გვინდა თბილისის ზოოპარკს ჰქონდეს კარგი მეგობრული ურთიერთობა პრესის წარმომადგენლებთან, იმისათვის რომ მოხდეს მუდმივად ჩვენ ზოოპარკში მიმდინარე საინტერესო სიახლეების გაშუქება, რადგან მართლაც ძალიან დადებითი და პოზიტიური სიახლეები ხდება ჩვენ ზოოპარკში და ვფიქრობთ, რომ მოსახლეობას გაახალისებს ეს მნიშვნელოვანი სიახლეები. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ თბილისის ზოოპარკი ჩვენს წინაშე ძალიან მალე განახლებული სახით წარსდგება. მშობლებს და პატარებს დავამშვიდებთ და ვეტყვით, რომ ატრაქციონების დემონტაჟი პარკში გასართობის საშუალებების გაქრობას არ გულისხმობს. იმის გამო, რომ ცხოველებს ხმაური ძალიან აწუხებთ, ატრაქციონები პარკის უკიდეგანო ბოლოებში გადავა. ცხოველების ვოლიერების დათვალიერება კი გაცილებით მშვიდად ბუნებრივ გარემოში შეგეძლებათ. რაც შეეხება ვოლიერებს, ეს უკანასკნელებიც ძალიან მალე განახლებული სახით დამონტაჟდება, რაც ზოოპარკის ბინადრებისთვის 4 კედელში ცხოვრებას გაცილებით კომფორტულს გახდის. ზრუნვა ისეთი, როგორიც მათთვის არის აუცილებელი და თქვათ არა ისეთი, როგორიც ჩვენ მგონია, რომ თქვათ ზრუნვა მაგალითად პოპკორნი, კვება და ასე შემდეგ, ეს ზრუნვა არ არის. თქვათ მას შესაბამისი საკვები აქვს და გარდა ამისა არის ძალიან ბევრი საკითხები, რომელიც მათთან ურთიერთობის დროს გადაწყვეტას მოითხოვს. ამიტომ ზრუნვა ეს არის ნომერი პირველი ამბავი, რაც მას ჭირდება და დანარჩენი უკვე შესაძლებელია, რომ იყოს მეგობრული. ტექნიკური საკითხი ძალიან ბევრია, თუმცა ნურთ ზოოპარკის მთავარი ბინადრები დაგვავიწყდება. ამ ეტაპზე ზოოპარკში 15 დათვი, 4 ლომი, 2 სპილო და სხვა უამრავი ცხოველია, რომლებიც მოვლას და პატრონობას საჭიროებენ. სხვათა შორის ძალიან მალე ჩვენთან პინგვინებსაც ჩამოიყვანენ, რომლებსაც ზოოპარკის შესაბამისი პატივი ხვდება და ახალ სპეციალურ ვოლიერსაც უშენებს. მოკლედ, თუ თბილისის ზოოპარკის გეგმები სისრულეში მოვიდა, ან ამ უკანასკნელის 50% მაინც შედგა, შეგვიძლია თამამად მივიჩნიოთ, რომ ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ზოოლოგიური პარკი გვაქვს. მით უმეტეს, რომ ზოოპარკის მმართველობა ცხოველთა სამყაროს ჭეშმარიტი მეგობრებისგან შედგება. დირექტორი ზურაბ გურიელიძე კი ნებისმიერ მაუგლიზე უკეთესად უგებს ცხოველებს.
არა მარტო ცხოველებმა უნდა მისცან სარგებელი ადამიანებს, არამედ ცხოველებმა უნდა მიიღონ სარგებელი ადამიანებს და არა მარტო ლოკალურად, არა მარტო საქართველოში. იმიტომ ყავს ჩვენ ცხოველები, რომლებიც სხვა ქვეყნებში ბინადრობენ. უნდა გასაგები უნდა იყოს ადამიანისთვის, რომ სამყარო არის მთლიანად ერთიანი და თუ თქვა სიტყვაზე ბრაზილიაშიც რაღაცა რო ზიანდება, ის აირეკლება ჩვენზეც. ერთ-ერთი ფუნქცია ზოოპარკის სწორედ ეს ამ ინფორმაციის მიწოდებაც არის. არა მარტო მიწოდება, როგორ ვთქვა, ახსნა. ამბობენ თუ ადამიანს ცხოველები უყვარს, ეს უკვე მის შინაგან სიკეთეზე მეტყველებსო. თუ ამ თეორიით ვიმსჯელებთ, ბავშვობაში ყველა კეთილები ვართ. აი ზრდასრულ ასაკზე კი რა მოგახსენოთ. თბილისის ზოოპარკი კი თქვენი მსოფლმხედველობის შეცვლაზე და დედა ბუნებასთან საერთო ენის პოვნაზე ცრუნავს. ერთ დროს ხომ გალიები არ არსებობდა და ყველა ერთი ცის ქვეშ ვცხოვრობდით. Baba Jibo Vanafe Baba Jibo Vanafe